კარგი ძმა. როდის ხუბ? ზაფხულში იმედია. ზაფხულში? კი. კარგი დაგვიზუსტე ზაფხული. რადგან გეკითხები თეთრი სახლის ქარზე. თეთრ სახლში? ჩხუბობ თუ არა თეთრ სახლში? არ ვიცი. არ ვიცი. UFC-ს ვერ მიუთითებ, როგორ დააორგანიზონ ჩხუბი და სად დაგაყენონ. ისინი კი არ მიგითითებენ როგორ იბრძოლო. ძირითადად ასე მუშაობს ეს ყველაფერი. ასე რომ ამ ეტაპზე თეთრ სახლზე საუბარი არ არის? ამ მომენტში საერთო წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. რა? კი. ანუ შემოთავაზება უკვე მიიღე ზაფხულში ბრძოლაზე? ვიცი რომ ზაფხულში ვიბრძოლებ. მაგრამ არ მაქვს კონკრეტული თარიღი ან ადგილი. უბრალოდ ვიცი რომ ვიბრძოლებ. მაგრამ შენ მზად ხარ? მე მზად ვარ. კარგი, მოდი ვისაუბროთ ედი ჯასტინის ბრძოლაზე. შენ გეგონა რომ ედი მოიგებდა ამ ბრძოლას? კი, მეგონა რომ მოიგებდა. ეს საშინელება იყო. ძალიან ცუდი ბრძოლა იყო. მე მგონი ორივე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ორივე მათგანი? კი, ორივე. გამოდის რომ დიდი ალბათობით შემდეგი ბრძოლა ჯასტინთან შედგება. ჩემი აზრით კი. მე და არმანმა პინგ-პონგი და მსგავსი რაღაცეები ვითამაშეთ და ფული მომიგო. მართლა? ხო, ჭირდება რომ ეს ფული დამიბრუნო. თუ არ მან შეხვდები, სონ შენზე დავდებ და ჩემს ფულს დავიბრუნებ. ილუზიებს ნუ შეიქმნი. მოიცა რატომ? არ აპირებ მასთან ბრძოლას? ვისთან? არმანთან? ხო. როგორც გითხარი, შენ არასდროს ურეკა UFC-ს და არ ეუბნები ვინ გინდა მოწინააღმდეგე. ან სად გინდა იბრძოლო. ასე რომ, თუ დამირეკავენ და ენდომებად არმანს შევხვდე, პრობლემა არ არის. ანუ არ გაინტერესებს ვინ იქნება შენი მეტოქე? დასაწყისიდანვე მე მიწევდა შევხედროდი ძალიან ბევრ ტოპ მებრძოლს. ჩემთვის სულ ერთია. თუ მომცემენ ამ ბრძოლას ვეჭვობები, რა პრობლემაა? კარგი, ანუ არ გაინტერესებს ვის წინააღმდეგი იქნება. უბრალოდ UFC-ს ზარსელოდები რომ ახვიდე ოქტაგონზე. ჯასტინი არმანი არ მაინტერესებს. რაჯონდობა მისთვის მნიშვნელობა არა. ორივეს ერთსა და იმავე საღამოს ვცემ. კარგი, კიდევ ერთი კითხვა. თუ ვიჭხუებთ ისლამთან წელს, იმედია ეს მოხდება, რადგან ყველას უნდა ამ ბრძოლის ნახვა. კი, მეც ეს მინდა. მასთან ბრძოლას ისურვებდი ვოლტერვეიჯი თუ ლაითვეიჯი? ჩემთვის იდეალური სცენარი იქნებოდა მასთან ბრძოლა ვოლტერვეიჯი. რადგან სწორედ ასე შევძლებ ჩემი მესამე ქამრის აღებას. მაგრამ ჩემთვის ასევე საუკეთესო სცენარი იქნებოდა ბრძოლა 155 და 170 ფუნტებს შორის. და ახალი ქამრის მოგება. და დავარქვათ მაგალითად pound for pound კამარი. იმიტომ რომ ის პირველი ნომერია, ახლა მე მეორე ვარ. ჩემთვის მე ვარ ნომერი პირველი. მაგრამ ხო, სამყაროს ორი საუკეთესო მებრძოლის შეხვდება, დადეთ pound for pound კამარი ორ წონას შორის. ვინც არ უნდა მოიგოს, იქნება საუკეთესო. ანუ გსურთ საკუთარი pound for pound კამარი? სინამდვილეში მომწონს ეს იდეა. ჩატსაც მოსწონს. ჩატ, მოგწონთ ეს იდეა? მე ჩემი იდეაა, მაგრამ არ ვიცი. ჰეი, პარამაუნტი უნდა ჩაერიოს ამაში.